Ვითხარით პირველ რიგში როგორ მიმდინარეობს თქვენი საარჩევნო კამპანია დედაქალაქში მის გარეთ რას გეუბნებიან ამომრჩევლები რას ეუბნებით თქვენ კამპანია არის ძალიან საინტერესო, ძალიან აქტიური, ბრძოლის ჟინი არის მართლა გასაოცარი და აი ადამიანები რომელიც ამბობდნენ რომ არჩევნებში შევა აზრი არ ქონდეს, ბრძოლა შევა აზრი არ ქონდეს, მინდა რომ გამოვყვნენ ხოლმე და ნახონ საკუთარი თვალით თუ როგორ ელის რეალური ქართველი ადამიანი, ყველა ის ადამიანი, ვისაც არ სურს რომ ყავდეს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, ვისაც არ სურს რომ ავარიულ სახლში ცხოვრობდეს, ვისაც არ სურს რომ ბავშვის სახლიდან გაშვების ეშინოდეს და ელემენტარულად ეზოში ბავშვის გაშვების ეშინოდეს, ვისაც არ სურს რომ ნარკოპანდემიამ წალეკოს ბოლომდე ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება, ვისაც არ სურს რომ რეალურად არანაირი პერსპექტივის განცდა არ იყოს ამ ქვეყანაში, არც დასაქმების ადგილის, არც მომავლის და ერთ-ერთი პერსპექტივა რაღაცა ემიგრაცია ჩანდეს, აი ვისაც არ სურს აი ამ ჭაობში ჩაძირვა, რაც ხდება რუსების მმართველობის ქვეშ, რუსი მერის პირობებში ამ ქალაქში კონკრეტულად თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით აი რუსული კლეპტოკრატიული ჭაობის, რაღაცა კორუფციული ჭაობის მაგვარი ფენომენია შექმნეს, ხო, რომელიც ყველას იზიდავს, ყველას რაღაცა ფლობს და უნდა რომ სული ამოხადოს და არაფერი ქართული, არაფერი კარგი, არაფერი წესიერი არ გამოვიდეს. ძალიან დიდი ჯავრია ამის წინააღმდეგ, ძალიან დიდი ბრაზია საზოგადოებაში და ამ ბრაზს სჭირდება გამოვლენის ბევრი სხვადასხვა ფორმა, მათ შორის ბუნებრივია პროტესტი, მაგრამ ასევე აი სწორედ ეს ფორმა, რომელშიც ძლიერი საქართველო და გახარია საქართველოსთვის ვართ ერთობლივად ჩართული. ამიტომ განწყობა არის ძალიან კარგი, ძალიან ძლიერი, ძალიან დიდი სტიმული იგრძნობა ადამიანებში და ძალიან დიდი სურვილი მარტივად რომ ხალხმა დაიბრუნოს ის რაც არის მათი და ჩვენ მათ ამას ვეუბნებით ზუსტად ხო ამას ვთავაზობთ დაიბრუნეთ ის რაც არის თქვენი ეს ქალაქი, სხვა ქალაქები, სოფლები, ბიუჯეტი დაიბრუნეთ და დავხარჯოთ ისე რომ თქვენ იგრძნოთ ეს ეხლა ხო არ უნდა იყოს რაღაცა გასაკვირი ფენომენი, სახელმწიფო ამას ნიშნავს, ხო? მაგრამ ჩვენ მივედით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც სახელმწიფო, ეგრეთ წოდებული სახელმწიფო გვიცხადებს, რომ წყლის მილის გასაყვანი ფული არ აქვს, პირობითი მაგალითი ავიღოთ, მაგრამ 410,000 ლარი შეიძლება რომ ერთ-ერთი რომელიღაცა რიგითი, ესე იგი რეგიონული მერის მოადგილემ ჩაიჯიბოს ტენდერიდან თქვენი ფული. ეს არის სახელმწიფო, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანი არის ვითომ მისი პრიორიტეტი, მაგრამ 29 მილიონი აქვს გადახდილი 100 სასწრაფო მანქანაში, რომელიც ეგრეთ ვივამედის გვერდით ეზოში ჟანგდება. და გუშინ იქონდა ბრიფინგი მე და ვატა სურგულაძეს, ხო? ტრასაზე პირდაპირ დგას პრაქტიკულად და ჟანგდება. აი ესეთ მდგომარეობაში მივედით, სადაც ბიუჯეტი არ ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს, სადაც არავინ არ ემსახურება ადამიანს, სადაც არავის საერთოდ ორიენტირი არ აქვს. ის კი არა რომ არ გამოსდით, ორიენტირიც კი არ არის, ხო? აი არავის არ უთქვამს რომ მოდი ვცადოთ რამე ადამიანს მოემსახუროთ, ხო? სადაც სახლები გვენგრევა თავზე, სადაც მიუსაფარი ცხოვრების უდიდესი პრობლემა არის, სადაც უპერსპექტივობა და უმუშევრობა არის და ჩვენ ამბობთ რომ შევქმნით 200,000 ახალ სამუშაო ადგილს, დიახ, და ამას ჩვენ გავაკეთებთ. ეს იყო ჩვენი გზავნილი გასულ წელსაც, ეს არის გზავნილი ახლაც, იმიტომ ჩვენ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ და ამას გავაკეთებთ აუცილებლად და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის რაც არის ჩვენი ქალაქები, ჩვენი სოფლები, ჩვენი დაბები და მათი ბიუჯეტები არის ჩვენი ხალხის. არავის არ დაუტოვებია ამდერძად რომელიღაცა არ არავა ქოცისთვის. ამიტომაც ყველა უნდა გამოვიდეს და ყველამ უნდა ბოლომდე უთხრას საკუთარი სათქმელი ქოცი. ამომრჩეველს ვისაც ხვდებით, გადაწყვეტილი აქვთ უკვე არჩევნებზე წასვლა თუ გიწევთ მათი დარწმუნება რომ უნდა წავიდნენ არჩევნებზე? ნაწილს აქვს ძალიან ბევრს მინდა გითხრათ, ნაწილი ფიქრობს და კითხვებს სვამს, ძალიან პირდაპირ გეკითხებიან, ამიხსენით ხო, აი გასაგებია რა ბრძოლაში ხარ, გასაგებია რა გზავნილი გაქვს, გასაგებია რომ რუსები უნდა გადავაშოთ, მაგრამ ამიხსენი ამ არჩევნებზე ჩემი მოსვლა რას ნიშნავს, ხო, რას შეცვლის, რამდენად აქვს აზრი, რამდენად არ აქვს აზრი, ეს კითხვები რაც ყველას ჰქონდა, ხო, წინა თვეების განმავლობაშიც და რაც აქვს საზოგადოების ნაწილს დღესაც დგას ის წესებში, მაგრამ ძალიან მარტივია რაციონალური პასუხი ამ კითხვაზე, ხო? მაგალითისთვის თბილისში სადაც გვაქვს 66-25-ზე თანაფარდობა, ხო?
თუ ადამიანები მოვლენ არჩევნებზე, თბილისს ეყოლება ახალი მერი, განსხვავებული ადამიანი. ადამიანი, რომელიც 15 წლის ასაკიდან იბრძვის ერთი და იგივე პრინციპებისთვის. იბრძვის ყველა რეჟიმის წინააღმდეგ და ზოგიერთივით ის კაცი რო არის უცნაური ფერაიტო დაქრის ახლა ძალიან ჯიხაში და ხან ერდინაში ჩახდება, ხან მეორე გუბეში ჩახდება, ნაცვლად იმისა რომ აქ რამე გააკეთოს და რკინა ბეტონის ის კასკადები რო გვეცემა თავზე ამ ქალაქს რომ მიხედოს და პასუხისმგებლობა რო აიღოს. ხო, დადის და ოფროუდი და დაკავებული, ხო, მაგრამ იყოს ჯანდაბას არ მაინტერესებს. ეს მისი კერძო გართობები, ხო, მას ხალხმა უნდა გაცეს პასუხი იმ კორუფციაზე, იმ ნარკოპანდემიაზე, იმ ნგრევაზე რაც არის ამ ქალაქში და იმ როგორ ვთქვათ, აი უტიფრობაზე, რაც მას აქვს ვარშავის საგარეო პოლიტიკური კუთხით. მაგრამ თუ ადამიანები გამოვლენ და მოვლენ, არანაირ მაინც დაწერენ, რაც ქვია, გასულ წელს რატო ვერ დაწერეს, ვკითხულობ, თბილისი რატო წააგეს გასულ წელს, კალამი არ ქონდა, თუ რატო ვერ დაწერეს? კალანდარიშვილი არ იყო იქ? არ გაგვიყალბეს არჩევნები? ისე გააყალბეს, როგორც დაგებარებიათ, ყველამ ძალიან კარგად იცით, რატო ვერ დაწერეს? მაშინ ეს დაწერეს თეზა რო არის, ხო? ვერ დაწერეს, იმიტომ რომ არ იწერება. ამ დონეზე ვერ გააყალბებ ვერაფერს. როცა 66-25-ზეა თანაფარდობა, ეს ქალაქი არის პირწმინდად ჩვენი, ანუ ოპოზიციური საზოგადოების. ამიტომ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა ჩვენ გვახსოვს ასეთი განცხადებები ბატონო გრიგოლ საპარლამენტო არჩევნების წინაც. არა, მე მათი გაცნობები, ნახეთ, ერთი რა მინდა რომ დავამთავრო თავარი, თორე გადაწყვეტილება ყოველს უკვე მიღებული აქვს, ხო, მაგრამ რა მინდა რომ ხალხმა იცოდეს. მე ხა საზოგადოებას ვლაპარაკები ძალიან დიდი ხანია, აღარ ვლაპარაკები კოლეგებს, ხო, წარმატებას უსურვებ თავიანთი შინაარსის განვითარების და დამცველის გზაზე, თუმცა მეტი მსგავსი შინაარსი კარგი იქნება, იმიტომ შინაარსს ვხედავთ კონკრეტულ ბრძოლაში, მაგრამ ყოველთვის ვერ ვხედავ შინაარსებს. იქით ხარ, მაგრამ წარმატებას უსურვებ ყოველგვარი ამ რაღაცა რიტორიკული წიაღვის გარეშე, მართლა უსურვებ ყველას, ვინც ივანიშვილის სახადის წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან კონკრეტულ მოცემულობაში, რომელშიც ირაკლი კუპრაძე შეიძლება გახდეს თავისუფლად ამ ქალაქის მერი. თუ თქვენ გამოხვალთ და ამას იზამთ. აი ესე მარტივია და მინდა რომ აი ძალიან მკაფიოდ ვთქვა. თქვენზეა მეგობრებო, ვერაფერს ვერ დაწერენ, თუ 66% გამოვა, ვერაფერსაც ვერ დაწერენ. ვერა, იმიტომ რომ არ იწერება და რო იწერებოდეს, კითხავთ მაშინ თბილისი ისევ და ისევ, რატო ვერ დაწერეს, რატო წააგეს, ხო? 90 ადგილი რატო ვერ დაიწერეს? ხო, რო შეჩერდეს ზუსტად ქვევით, ხო? რატო ვერ დაიწერეს? 90 ძალიან ჭირდებოდა, რამდენიმე მაგიური ციფრია, ხო, პარლამენტარიზმის წიაღში, ხო, იქ 113-ია, იქ 90-ია და სხვადასხვა უფლებამოსილებები გაქვს, ხო, მე ხო, როგორც გუნდს, ხო, თუ 90 კაცი ყავს, მეტს აკეთებ, თუ 100 ყავს, კიდევ მეტს აკეთებ და ასე რატო ვერ დაიწერეს ეგ? ხო, ან რაღაცის მიღმა ვეღარ დაწერეს, ხო? ხო, ფაქტია, ხო? ამიტომ ნახეთ, იმ ნიჰილიზმის თესვა, რომ არაფერს აზრი აღარ აქვს, მაინც დაწერენ, ეგ არის არასწორი. ეგ არის არასწორი. ბრძოლას აქვს აზრი და ყოველთვის ბოლომდე აქვს და ექნება აზრი. ბრძოლა პროტესტით, ბრძოლა ამ არჩევნებით, ბრძოლა საერთაშორისო ველზე, ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენმა ნათესავებმა, ჩვენმა ახლობლებმა, ჩვენმა მეზობლებმა კიდევ უფრო კარგად დაინახონ სიმძაფრე სიტუაციის ახალი ოპოზიციური ამომრჩეველი შევქმნათ მათ შორის რეგიონებში. იცით რამდენი სამუშაო რეგიონებში? რუსთაველის პროტესტს უდიდეს პატივს და მე მის ნაწილად მივიჩევ საკუთარ თავს და ჩემი ოჯახი, ჩემი ახლობლები, ჩემი პოლიტიკური გუნდი, ყველანი ვართ ამის ნაწილი. მაგრამ თბილისს გავცდეთ. ჯერ თბილისს სხვა უბნები აქვს ძალიან ბევრი და სხვა გამზირებიც, მაგრამ ამასაც რო გავცდეთ, იცით როგორ იზოლირებულია ადამიანი ერთ რიგით სოფელში და ვიღაცის პროპაგანდის მსხვერპლად დავტოვოთ ეს ადამიანი იქ და აი პროცესს, რომელიც პირიქით ამ ადამიანს ელაპარაკება და ეუბნება, რაშიც არის პრობლემა და სწორ მხარეს გადმოყავს, ან არწმუნებს თუ უკვე არის სანახევროდ წამოსული, ხო ვთქვათ, ამ პროცესს როგორ შეიძლება რომ ემიჯნებოდე და პირიქით აზარალებდე, როგორ შეიძლება რომ ოპოზიციური ამომრჩევლის შექმნის პროცესს სხვა ოპოზიციონერი ებრძოდეს და აზარალებდეს. გაგონილა სადმე ესეთი რაღაცა? თან იმ ფონზე ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილი დანიშნავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ვიცით, რომ უნდა ვიყოთ საუკეთესო ფორმაში და ერთიანი ძალებით. ამიტომ აი ყველაფერზე მინდა რომ ყველამ ვიფიქროთ და რაც ყველაზე მთავარია, გამოდით არჩევნებზე. თქვენს ხელშია ვინ ეყოლება ხვალ ამ ქალაქს მერად და მე გეუბნებით, მე ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ირაკლი კუპრაძეს, იმიტომ ძალიან ახლო მეგობარია ჩემი, გარდა იმისა, რომ ჩემი კოლეგა არის. მე ვიცი, რომ ამ ადამიანს შემიძლია ვანდო ჩემი სიცოცხლე, ამ ქალაქის ბედი და ზოგადად პოლიტიკის ბედი. იმიტომ რომ ვიცი რა პრინციპებისთვის იბრძვის. ვიცი როგორი სუფთა, წესიერი, ძალიან კომპეტენტური და
ძალიან ჯანსაღი მისწრაფების ადამიანი და ვიცი რამდენის გაკეთება შეუძლია. და კიდევ ერთ თემაზე მინდა რომ ვკითხოთ თუ პასუხისგებლობას ვიღებ ამაზე. კიდევ ერთ საკითხზე მინდა კითხოთ, სანამ დავასრულებთ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. დღეს 31 აგვისტო არის. რომ შეაფასოთ აი ის ვადა, რაც პირველადი ვადა, რაც ქართულმა მხარემ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიიღო ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რა გაკეთდა და გაფუჭდა საიმისოდ აი ამ ვადაში, რომელიც გავლენას მოახდენს ვიზა ლიბერალიზაციაზე. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ დიდი ალბათობით ეს სამწუხარო გადაწყვეტილება, საქართველოსთვის სამწუხარო გადაწყვეტილება იქნება მიღებულიო. რა გაფიქრებინებთ ამას და რას ფიქრობთ აი ამ საკითხზე, ეს გაგვიზიარეთ? ჩვენ ამის თაობაზე ძალიან დიდი ხანია რაც საუბრობთ და ვაფრთხილებთ ჩვენ საზოგადოებას და გვაძლევთ შესაბამის პოლიტიკურ შეფასებას ქართული ოცნების მისამართით, მაგრამ უკვე აი ამ ბოლო პერიოდში ეს უკვე აღარ არის ჩემი ნათქვამი ან ჩემი ანალიზი, ეს არის უკვე ევროპული კავშირის, ევროპული კომისიის კონკრეტულად ნათქვამი. ევროპულმა კომისიამ თქვა, რომ თუ არ შესრულდება ის კრიტიკული რვა მიმართულება, რაც დაწესდა, მაშინ იქნება გადახედილი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. შესაბამისად, მე ამის საფუძველს ვაძლევს ევროპული კომისია, ვინც არის საჯი, არბიტრი, ხო, ვინც ადგენს თამაშის წესებს და ვინც ახდენს შემდეგ ამ წესების შეფასებას და მონიტორინგს. აი ერთი მნიშვნელოვანი რამ და ჩვენ არაერთი ცოტათი არასოდეს რამ გვესწოდა წინა დღეებში. ნახეთ, მინდა საზოგადოებამ მიცოდეს რა. უვიზო რეჟიმი ემყარება კონკრეტული გაზომვადი ობიექტური და არასუბიექტური ობიექტური კრიტერიუმების არსებობას, ხო? ანუ შეიძლება მარტივად შეაფასო, ესა თუ ის სახელმწიფო ასრულებს თუ არ ასრულებს ამა თუ იმ კრიტერიუმს და თუ არ ასრულებს, შენ გაქვს ყველა საფუძველი იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კომფორტული, პრივილეგირებული ინსტრუმენტი, რომელიც ყველას არ აქვს, ზოგ სახელმწიფოს აქვს, ყველას არ აქვს, ხო? ჩამოვართ ამას. აი მე ყოველთვის მომყავს ხოლმე გასაღების მაგალითი და ეხლაც მინდა ვახსენო. სახლს ხო ვკეტავთ, ხო? ხარ გვინდა რომ ყველა გამბლელი შემოვიდეს ჩვენ სახლში, ვიღაცა გვინდა შემოვიდეს, ვიღაცა არ გვინდა შემოვიდეს, ხო? ესე არის ის ადამიანებიც საკუთარ სახლს უფრთხილდებიან, ხო? ხა შენ თუ არც წესები არ დაიცავი, არც ღირებულებების ერთგულება არ აჩვენე, თუ პირიქით უშვერი სიტყვებით ლანძღე დააბრალე რომ ომში უნდა შენი ჩართო, როცა ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პროექტი არის ევროპული კავშირი, ხო? მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პოლიტიკური პროექტი არის, ხო? და კეთილდღეობის. და შენ ამ დროს ვიღაცა რუსი არარაობა ერთი წიგნი რო წაუკითხავს, მართლა გამოდის და ამხელა ცივილიზაციას, ხო? ამხელა, როგორ ვთქვათ, ამხელა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროექტს და სივრცეს, რომელიღაცა რიგითი გამოთაყვანებულია ზარქუა, ანუ ვინც გინდათ გამოდის და ამბობს, ამან მე მითხრა ომში უნდა ჩაებავ. აი წარმოიდგინეთ რასთან გვაქვს შეხება. ხო, და შესაბამისად ახლა ესეთ ფონზე ამ თქვენ შემოვშვებდით სახში სტუმრად, ხანგრძლივად ადამიანს, რომელიც გლანძღავს, გაბრალებს რაღაცებს, გემუქრება და თიც გიქნევს, მე არ შემოვშვებდი. და რომ არა ქართველი ხალხის მისწრაფება, რაც მათ იციან, საერთოდ ჩახსნილი ვიქნებოდით დიდი ხნის. აი ახლა ვართ ისეთ ფაზაში, როდესაც ქართულ ოცნებას არაფერი არ უქნია, პასუხისგებლობა მასზეა, მაგრამ ხალხმა უნდა ვიყო ჩაღოთ და ხალხმა უნდა შევარკვიოთ ეს რეჟიმი, რომ ევროპამაც დაინახოს, რომ აქ არის პოზიტიური ძრები და მოდი მივცეთ ამ ხალხს შანსი.